ჩვენი შემდეგი სტუმარია მომღერალი თამუნა ამონაშვილი. მოგესალმები, შემოგვირფასო. მოგესალმები. როგორ გიკითხო? ძალიან კარგად, მადლობა. ეს კი კითხვა არ გჭირდება, იმიტომ რომ შესანიშნავად გამოიყურები მართლა და პირველ რიგში ნება მიბოძე მოგილოცვა ესე საჯაროდ, სახალხოდ შენი საოცარი ტყუპები. ძვირფასო მეგობრებო, ესე იგი ტყუპი ქალვაჟი ყავს ჩვენს თამუნა ამონაშვილს და მიულოცოთ ერთად. მადლობა. ვითხარი რამხელები არიან და თვე და 24 დღის. გვანან ერთმანეთს თუ? კი, გვანან, მაგრამ მაინც განსხვავდებიან. მაინც ის გოგო რომ არის და ის ბიჭი, მაინც განსხვავდება არის. კი, ეტყობა. არის მართლა ის ამბავი რომ ერთმანეთის მსგავსი რეაქციები აქვს და ერთნაირად უნდათ ხოლმე ანძილი ან ჭამა რაღაცა. კი. ტყუპებისთვის დამახასიათებელს ზნეს ერთად იწყებენ რაღაცა კრუტონს, ღრუტონს, რაღაცა თუ რამე აწუხებთ, რაღაცა თითქოს ერთად ხდება ყველაფერი. მაგრამ ხშირ ზოგჯერ ცალ-ცალკეც არის, რომ თქვა ბიჭი უფრო მეტად გამოხატავს, მაგრამ გოგო უფრო ნაზია და მშვიდი. დიდი ბედნიერება და ღმერთმა გაგიზარდოთ. საოცრება ეს არაფერს არ გავს ეს გრძნობა ნამდვილად. საოცრება და აბსოლუტურად ყველა ადამიანს უსურვებდი, რომ ეს გრძნობა გამოსადოს და მადლობა უფალს, რომ მე მომცა ეს საჩუქარი. მოდი გავიხსენოთ პერიოდი, როდესაც შენ აბარებდი გამოცდებს და ესეთი საინტერესო ეპოპეა ქონდა, იმიტომ რომ თავიდან აბარებდი კონსერვატორიაში, როგორც მახსოვს, ხო? მოდი გაიხსენე ეს პერიოდი, შენ უკეთ მოყვები ამას. ხო, მე დავამთავრე 11 წელი ვიოლინოს სპეციალობით და რა თქმა უნდა, გავდივარ გამოცდაზე. და ვიოლინოს ხო თავის ჩასადები აქვს ეს ყუთი, ვიოლინოს ყუთი და იცი ვდგევარ და ვფიქრობ, აი მთელი ცხოვრება როგორ უნდა ვიარო აი ამ ყუთით. და აი ამ შეგრძნებამ იმდენად მიუღებელი იყო ჩემთვის, რომ მთელი ცხოვრება ამით უნდა, იმიტომ რომ შენი პროფესია თუ ხდება, სულ უნდა გვერდით კონდეს, ხო? და ვერაფრით ვერ წარმომედგინა, რომ მე მთელი ცხოვრება ეს ყუთი უნდა მეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვიოლინო ძალიან მიყვარს და სპეციალობათაც ავირჩიე. მაინც ესე პროზაულად ყუთზე გამოვიყურებდება. მოვტრიალდი ყუთის გამო მოვტრიალდი გამოსდი და საერთოდ არც გავსულვარ გამოსდაზე და ნუ სახლში რომ მივედი დედას მოვატყუე რომ მე ჩავიჭერე. ნუ იყო მთელი ამბები რისთვის სწავლობდით 11 წელი. ნუ მაგრამ იმავე წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში მოვხდი მუსიკომედიის ფაკულტეტზე და ნუ აი აქედან დაიწყო უკვე ჩემი ცხოვრების აბსოლუტურად სხვა ესეთი ლამაზი გზა. რასაც მე ვთვლი რომ ეს არის ჩემი საუკეთესო ცხოვრების ფურცელი და საუკეთესო ზღაპარი, რითიც დაიწყო ჩემი ცხოვრება, ჩემი კარიერა, ასე ვთქვათ. სადღაც მე-3-4 კურსზე ვიყავი და უკვე მოვხდი ესეთ უდიდეს ანსამბლში ივერიაში. და აი ესეთ ბუმბერას მუსიკოსებთან, ადამიანებთან ერთად მე არა მხოლოდ შემოქმედებითად, არამედ პიროვნულადაც დავიხვეწე და დავღვინდი, ასე ვთქვათ, აი ამ იმიტომ რომ ჩემზე უფროსები, დიდები, ძალიან დიდი გამოცდილებით, ყველანაირად და მე ამ ყველაფერს ვისრუტავდი და ვსწავლობდი და მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი განათლება და ახსნა მივიღე ანსამბლი ივერიიდან, არა მარტო შემოქმედებითი, ასე რომ ჩემთვის ეს იყო მეორე ოჯახი. თანაც კაცო მოხვედი თუ არა? მაშინვე რეკორდი დაამყარე ანსამბლთან ერთად, ვინაიდან 164 ანშლაგი ზედიზედ ხუმრობაც იყო მაშინ ქალაქში, რომ აღარ დადნა კაცო ეს თოვლის ბებო, იმიტომ რომ დაიწყო მაშინ სპექტაკლები დეკემბერში და გაგრძელდა ზაფხულში გადავიდა. გინესის წიგნში ვართ, ნუ შესაძლოა. ფაქტია, ესე ვთქვათ, ციფრები არ ტყუის, როგორც ესე იგი მოხვედი სრულიად ახალგაზრდა და თავიდანვე ბებოს როლი რო შემოგთავაზეს. მამა ჩემო და ნათლია ჩემო მაშინ არ ეკითხა. აი, იმდენად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ იმდენად მისაღები, იმიტომ რომ უფროსი ადამიანასთან ბუმბერაზე ადამიანები როდესაც გეუბნებენ რომ ეს კარგია და შენ ამას შეძლებ, მე ნამდვილად შევძელია ეს დამეთანხმებით, ხო? იმიტომ რომ მართლა ძალიან პოპულარული იყო თოვლის ბებოს ზღაპარი, ხო? აი, იმდენი თაყვანისმცემლები ყავდა ზოგადად ანსამბლს, ჩვენ თვითონ მომღერალს, მონაწილეს.
ნუ აი ადგილი არ არსებობდა დღეში 4 კონცერტი, ხო? ეს შეუძლებელია, ნუ რა ვიცი, ეს ალბათ მართლა ძალიან უნდა მოგწონდეს და ძალიან მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რომ ასე მოდიოდეს და გაფასებდნენ და ასეთი რუდუნებით გიყურებდნენ და გისმენდნენ. არა, მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო. საოცარი და შემთხვევა იყო უნიკალური, მაგრამ ისიც უნიკალური იყო, რომ ვერ გადავიღეთ თოვლის მებოს ზღაპარი. აბაკაცო, რა უცნაური. სხვადასხვა იმ პერიოდში, აი ძალიან ბევრი, აი უმნიშვნელოვანესი, საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა არ არის დაფიქსირებული. არ არის, ხო, ვიდეო ფილმზე როგორც ადრე ითხოვდნენ და. ძალიან გულდასაწყვეტია. მაგრამ როგორც ერთ ცნობილ ქართულ ფილმში, აქედან ვერ ამოშლი. ახსოვს ეს 10,000-ობით და შეიძლება თქოს 100,000-ობით მაყურებელს და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი აი ჯილდო რაც შეიძლება არტისტმა მიიღოს. მაგრამ ერთი დღე მახსოვს რომ შენ ვერ შეგატყობინეს. თან შენ რამდენიმე როლს ასრულებდი თოვლის ბებოს მიღება. მოდი ეგამბავი გაიხსენე როგორ იყო. 4 როლი მქონდა თოვლის ბებოს ზღაპარში და ერთ-ერთი როლი იყო ბოშური, ცეკვავდით, მღეროდით და ნუ ძალიან აქტიური ნომერი იყო. ნუ ერთ დღეს კვირა დღე იყო, მე რატომღაც ძალიან დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენ ვისვენებდით, აი რატომ არ ვიცი, მაგრამ ესე მეგონა რომ ვისვენებდით. დილის სპექტაკლით ვისვენებდით. და რაღაცა გახდა უკვე დრო დადგა აი სპექტაკლის დაწყების და ლიკა ურუშაძე ერთ-ერთი ჩვენი მომღერალი მონაწილე მირეკავს და თავარი როლი შემსრულებელი. თან უნდა სათხარ სპექტაკლი იწყება უკვე 5 წუთში უკვე იწყება და ესე გვიან არასდროს საათობით ადრე მივდიოდით და ნუ იქ ცხოვრობდით რა ფილარმონიაში ხომ გახსოვს. იქაც 4 სპექტაკლი იყო მახსოვს 10 დღეში 40 სპექტაკლი ჩაატარა ანსამბლმა. აი მომენტალურად რა სპექტაკლი აი ცივი წყალი რო ჩამოგასა. სახში ხარ ხო ამ დროს? სახში ვარ ამ დროს ვისვენებ ხალაჩ, ნუ რაღაცა ძალიან ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ, დარწმუნებული ვიყავი რომ მე ვისვენებდი იმ დღეს. ესე იგი როგორ ჩავიცვი, ყურმილი როგორ რა ჩავიცვი, როგორ აი როგორ გამოვარდი, ნუ ტაქსი დავით, ეგრე მოვედი ფილარმონიასთან, ნუ არ ძალიან მალე კი მოხდა, ნუ რაღაცა დიდხანს არ დამჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ პირველი სართულიდან მაცმევდნენ აი ამ ბოშურ ტანსაცმელს და ამოვედით მესამე სართულზე და პირდაპირ სცენაზე შევედით, ნანანაი, სიმღერით გავედით სცენაზე, ნუ რა თქმა უნდა არც მაკიაჟი, მაგრამ ვინ დაეძებდა მაკიაჟს ხო? მადლობა პირველ რიგში ჩვენს ძვირფას მაყურებელს რომ აი ეს საოცრება შედგა მათთან ერთად და მადლობა ყველა ივერიელს. მადლობა ყველა ივერიელს. შენ რომ არ გისმენდეს ადამიანი და უბრალოდ სიმღერების სათაურებს გადაავლოს თვალი, დარწმუნებული ვარ მაშინვე მიხვდება რომ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ. იმიტომ რომ აი შემახსენე შენს მენატრები, მერერა, მოვა, შენმა სიყვარულმა მთელი ცხოვრება მიყვარხარ და ასე შემდეგ და მითხარი ხარ დღეს რომელი რომანტიკული სიმღერა მოამზადა ჩვენი შოუს მაყურებლისთვის. აი მთელი ცხოვრება მიყვარხარ და მიყვარხართ და მეყვარებით. აი ამ სიმღერას გიდგები. მე გეტყვი რაც მინდოდა სიტყვები Sambope Pikrები ხსნობენ და აღარ დარდობენ მე გეტყვი მონატრება მუშენო რამდენი არა ისევ მიყვარხარ არ გადამიარა
შენთან მოვედი ვერ დაგტოვებდი ვერ ვიქნებოდი უშენო სევდას ღიმილით მინდა რომ უშველო გულში მგონი ხარ თურმე შორი ხარ და მოგონებებს ვინახარ მთელი ცხოვრება მარტო შენ მიყვარხარ მე ისე შენთან მოვედი ვერ დაგტოვებდი ვერ ვიქნებოდი უშენო სევდას ღიმილით მინდა რომ ვუშველო გულში მგონი ხარ თურმე შორი ხარ და მოგონებებს ვინახარ მთელი ცხოვრება მარტო შენ მიყვარხარ მთელი ცხოვრება მარტო შენ მიყვარხარ დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს თამუნ ამონაშვილს წარმატებები უსურვოთ მას